ატომის აღნაგობა. ატომი შედგება დადებითად დამუხტული ატომ ბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისაგან. ასეთია ატომის თანამედროვე მოდელი. ატომ ბირთვი თავის მხრივ შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. ყვითლად აღნიშნულია პროტონები, ლურჯად ელექტრონები, ხოლო ვარდისფრად ნეიტრონები. პროტონი დადებითად დამუხტული ნაწილაკია. მას მცირე მასა აქვს და ის აღინიშნება პეთი. ნეიტრონს მუხტი არ გააჩნია. მასა კი დაახლოებით პროტონის მასის ტოლია და აღინიშნება n-ით. ელექტრონი უარყოფითად დამუხტული ნაწილაკია. ის ძალიან მცირე ზომისაა. მისი მასა 1827 ჯერ ნაკლებია პროტონის მასაზე და აღინიშნება ეთი. ნეიტრონი იშლება პროტონად და ელექტრონად. ნებისმიერ ატომში პროტონებისა და ელექტრონების თანაბარი რიცხვია. ამის გამო ატომი ნეიტრალურია. ამა თუ იმ სახეობის ატომთა არსებობისათვის განსაზღვრულია პროტონების რიცხვი. ატომთა სახეობას, რომელსაც პროტონების ერთი და იგივე რიცხვი და შესაბამისად ატომ ბირთვის ერთნაირი მუხტი აქვს, ქიმიური ელემენტი ეწოდება. პროტონების რიცხვის შეცვლით იცვლება ელემენტი. მაგალითად, პერიოდული სისტემის პირველ ელემენტს წყალბადს ერთი პროტონი აქვს. პროტონების რიცხვის ერთით გაზრდისას სხვა ქიმიურ ელემენტთან, ჰელიუმთან გვაქვს საქმე. ჰელიუმის ატომში 2 პროტონია და ის პერიოდული სისტემაში მეორე ელემენტია. სწორედ ატომ ბირთვის მუხტის ზრდის მიხედვით არის განლაგებული ელემენტები პერიოდულ სისტემაში. რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს პროტონების რაოდენობას ელემენტის ატომში და ამგვარად მის ადგილს პერიოდულ სისტემაში, ატომური ნომერი ეწოდება. მაგალითად, წყალბადის ატომ ბირთვის მუხტი არის 1, ჰელიუმის 2, ჟანგბადის 8. ამიტომ წყალბადი პირველი ელემენტია, ჰელიუმი მეორე, ხოლო ჟანგბადი მერვე. ატომური ნომერი აღინიშნება Z-ით. ატომური ნომერი ატომის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია. ის გვიჩვენებს ატომში პროტონების რიცხვს, ატომ ბირთვის მუხტს და რადგან პროტონების რიცხვი ატომში ელექტრონების რიცხვის ტოლია, გვიჩვენებს ელექტრონების რიცხვსაც. ბირთვში პროტონებისა და ნეიტრონების ჯამს მასური რიცხვი ეწოდება და იგი აღინიშნება 10 და ატოლია Z-ს დაუმატოთ n. ანუ პროტონებისა და ნეიტრონების ჯამის ტოლია. მასური რიცხვის მნიშვნელობა ემთხვევა ბირთვის მასას და მთელ რიცხვამდე დამრგვალებულ ელემენტის ფარდობით ატომურ მასას. ეს იმიტომ, რომ ელექტრონის მასა სიმცირის გამო უგულებელყოფილია. მაგალითად, ჟანგბადის ატომის შემთხვევაში რიცხვი 16 იქნება მასური რიცხვი, ხოლო რიცხვი 8 იქნება ატომური ნომერი. განვიხილოთ კიდევ 2 ელემენტისთვის. ნახშირბადისთვის 12 იქნება მასური რიცხვი, 6 იქნება ატომური ნომერი. აზოტისთვის 14 იქნება მასური რიცხვი, ხოლო 7 ატომური ნომერი. თუ ელემენტს მაგალითად აღვნიშნავთ E10, მაშინ გვექნება E, A ზემოდან ქვემოთა მხარეს Z და ფორმულიდან A ტოლია Z-ს დავუმატოთ n, შესაძლებელია გამოვთვალოთ n. ნეიტრონების რიცხვი n ტოლი იქნება A-ს გამოვაკლოთ Z. მოცემული არის ნახშირბადი 12 და 6. 12 აღნიშნავს მასურ რიცხვს, ხოლო 6 ატომურ ნომერს. ჩანაწერი ნიშნავს, რომ Z ამ შემთხვევაში არის 6, ესე იგი პროტონების რიცხვი უდრის 6, ხოლო ნეიტრონების რიცხვი უდრის 12-ს გამოვაკლოთ 6.
სახეობას, რომელთაც პროტონების ერთნაირი და ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა აქვს და ამის გამო განსხვავებულია მათი მასური რიცხვი, იზოტოპები ეწოდებათ. მაგალითად, ავიღოთ ჟანგბადის ორი იზოტოპი. მასური რიცხვით 16 და ატომური ნომრით 8 და მასური რიცხვით 18 და ატომური ნომრით 8. როდესაც განსხვავდება მასური რიცხვები, ასეთ ელემენტებს მასშტაბი იზოტოპები ეწოდებათ. დღეისათვის ცნობილი ელემენტები მოთავსებულია პერიოდულ სისტემაში. ყოველ ელემენტს საკუთარი უჯრა აქვს. ეს უჯრები ქმნის პერიოდებსა და ჯგუფებს. ატომური ნომრის ზრდის მიხედვით განლაგებულ ელემენტთა ჰორიზონტალურ მწკრივს, რომელიც იწყება ტუტე მეტალით და მთავრდება ინერტული აირით, პერიოდი ეწოდება. ასე მაგალითად, შესაძლებელია დაიწყოს ლითიუმით და დამთავრდეს ნეონით. გამონაკლისია პირველი პერიოდი, რომელიც წყალბადით იწყება. პერიოდულ სისტემაში 7 პერიოდია, რომელთაგან პირველი, მეორე და მესამე მცირე პერიოდებია. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე დიდი, მეშვიდე პერიოდი არასრულია. მცირე პერიოდები თითო მწკრივისგან შედგება, დიდი პერიოდები კი ორი მწკრივისაგან. მსგავსი ქიმიური თვისებების გამო ელემენტები პერიოდულ სისტემაში ქმნის ვერტიკალურ სვეტებს, რომელთაც ჯგუფები ეწოდება. არსებობს A და B ჯგუფი. A ჯგუფში გაერთიანებულია როგორც მცირე, ისე დიდი პერიოდის ელემენტები, ხოლო B ჯგუფში მხოლოდ დიდი პერიოდის ელემენტები. ამდენად ჩვენ განვიხილეთ ატომის აღნაგობა და წარმოგიდგინეთ ატომის თანამედროვე მოდელი.